მოკლედ ეხლა ვართ მელანში. როგორც გავარკვიეთ, დღე მელანზე გადმოვედით. ეხლა მელანიდან მივდივართ ჩალაუბანში და ჩალაუბანიდან დავაშვებით სოფელში. ავედით. მაგრამ თარიცია რომ არასწორი ტაქტიკა აირჩიეს. D-ვიტამინი კაორთან ერთად. კბილის შეჭმის სურვილს გვიკმაყოფილებს მეტნაკლებად. ყველი არის ჩემი მტერი. 106 და 200, 110 ვიყავ. შესაბამისად 3 და 800 უკვე დავიკელი. ცოტა დაღლილებას გრძნობ და აღდგენითი პროცესები არ მიდის. 30 კილომეტრი დისტანცია დავფარეთ. მეგობრებო, დღეს არის 29, არის მომზადების მე-15 დღე. დღევანდელი ჩვენი დღე დაიწყო ცოტა ადრე, 5 საათზე, ცოტა რაღაცა საქმეები გავაკეთეთ, ოჯახის საქმეები, ეს ვენახებს მივხედეთ. ეხლა არის 11 საათი და ეხლა მაქვს ჩემი პირველი კვება. კიდე ამ კვირის სიახლე რაც არის, დეითი რაც არის. წინა კვირას თქვი რომ მეორე კვირას მოიქნებოდა წონაზე სიახლეები, სუბთა წონა არის 106 და 200 უკვე 110 ვიყავ. შესაბამისად 3 და 800 უკვე დავიკელით ამ ორ კვირაში. რაც ძალიან კაი შედეგია, ნორმალურად მოდის, არც ძალიან ჩქარა და არც ძალიან ნელა. მოკლედ, ეხლა მიწევს მე ჩემი პირველი კვება და ეხლა შეგახედებთ. ვისაც გონიათ რომ წონის კლებაზე ცოტა უნდა ჭამოთ და იშიმშილოთ. ეხლა მე ჩემ კვებას შეგახედებთ და დარწმუნებული ვარ რომ მასე აღარ იფიქრებთ რა. ჰოპ, მოკლედ, აქ გვაქვს დაბალანსებული კვება. 5 კვერცხი, პომიდორი და ტიტიბურა. ოღონდ ტიტიბურა არ ამიწონია ამ ეტაპზე. დაახლოებით ვარაუდით გავაკეთე, მაგრამ საკმარისია და უშაქრო ცივი ყავა. მოკლედ, ნახშირწყლები, ცილები, ბოჭკოები, კოფეინი. ყველაფერი ის, რაც მთელი დღის განმავლობაში უნდა დაგჭირდეს, არაფერი ზედმეტი. ასე უნდა გამოიყურებოდეს თქვენი ჯანსაღი კვებაც. იმისათვის, რომ მალურად ენერგიულები ვიყოთ, ეხლა ნახშირწყლები მე დამეხმარება იმაში, ტიტიბურა დამეხმარება იმაში, რომ ეს განმავლობაში ვიყო ენერგიული, ეს ტიტიბურა ამის ენერგია გამყვება დიდი ხანი. კოფეინი დამეხმარება იმაში, რომ გამოფხიზდეს ორგანიზმი, კოფეინის ეფექტი დიდი ხანი არ ჩერდება, მაგრამ მე მეორე ჭიქასაც რო დავოლე, უკვე რაღაცა იქნება. კვერცხი დაგვეხმარება იმისათვის, რომ ჩვენ კუნთებს არ მოაკვდეთ საკვები, იმისათვის რომ კატაბოლური პროცესები არ წავიდეს ორგანიზმში, ანუ კუნთის შლა, პირიქით ჩვენ გვჭირდება კუნთის შენება. შესაბამისად კვერცხი დაგვეხმარება ამაში, იმიტომ რომ უნიკალური ცილაა კვერცხი. და პომიდორი, ბოსტნეული, როგორც უკვე აღნიშნე, ბოჭკოები და ბოსტნეული და ცილა ერთმანეთთან ძალიან მაგრად მეგობრობენ. ბოსტნეული არის ცილის, ესე ვთქვათ, ტრანსპორტიორი, პომიდორი არის ტრაილერი და პროდუქტი არის მოკლედ კვერცხი და მიმღები არის ჩემი ორგანიზმი, ესე რა ვთქვათ. ხო, დღეს გვაქვს ლონგრანი და ზედატანის ვარჯიშები, უშტეი გვაქვს, კერდი, მხრები და ტრიცეპსი და მერე გვაქვს საღამოთი 16 კილომეტრიანი გარბენი. ხო, ნელა-ნელა იზრდება დატვირთვები, როგორც წესია, მანძილებიც იზრდება, დასვენების დღეებიც ცირდება. მოკლედ, ყველაფერი მიდის მაგრად, მაგარ ფორმაში ვარ, ძალიან ენერგიული ვარ და ძალიან ჯანზე ვარ. ეგ არის და ეგ, მერე ვარჯიშებზე შეგახედებთ რა თქმა უნდა. მოკლედ ჩავამთავრეთ ზედატანის 1 საათიანი ინტენსიური ვარჯიშები და ეხლა მივდივართ 16 კილომეტრიან long run-ზე ზონა 2-ში. ნახოთ აბა რა იქნება. მოკლედ ეხლა ვართ elevation-ზე, 7%-იანი აღმართით იწყება ჩვენი სირბილი. კილომეტრი ნახევარია. ძალიან მარტივად ფირბი ვარ. ბიჭემ ეხლა ცოტა გამასწრეს. ისე აწიეს, დაწიეს. მაგრამ თარიცია რომ არასწორი ტაქტიკა აირჩიეს. ახლა რა გითხრათ? შეჩერდნენ და დავეწიე. თამათ არიცია რომ ენერგია უნდა გადაანაწილო. მთავარი არის ეგ short distance-ებზე. ეს პროსტა მირბია. და დაბალი ტემპი მიჭირავ, იმიტომ რომ ეს დატვირთული დღე მქონდა. ეხლა მაგმარს ენერგიას დავზოგავ და მე სწორზე ამოვიღებ. რა ჩემი გეგმა.
მოკლედ საათი და 26-ია და ვართ ბოლო კილომეტრს. მე 16 წავა. ზონა 2-ია ნორმალურია. იქ საკუთრ შავათი ხება დელოუდი. წავალთ ახლა და რომ დავამთავრებ მე გადავიღოთ კიდე. მოვედით სახში. აი იყო დღევანდელი სირბილი, დღევანდელი ვარჯიშები, ძელი დისტანციები. ძალიან მაგარი გამოცდილება არის მარათონისათვის მოსამზადებლად. ეხა ცივი პატარა აღდგენას გავაკეთებ და პრინციპში დღევანდელი დღე ამით დამთავრებულია რა. დღეს კაი დატვირთვები გამოგვივიდა და ხვალ გვექნება full day და chill run. ავედი ახლა გადავედა წყალი. დღევანდელი დღეს ჩავამთავრეთ. მე მაქვს დარჩენილი ბოლო კვება, მოკლედ. მაგრამ სანამ ახლა კვებას შეგახედებთ, გეტყვით რომ ძალიან კაი ისეთი ნაყოფიერი დღე იყო. კაი long run-ი ქონდა, მოკლედ და კაი ზედატანის ვარჯიშები. ძალიან ინტენსიური ვარჯიშები გამოგვივიდა ზედატანზე. ზოგადად იცოდეთ რომ ძალისმიერი ვარჯიშები რაც უფრო ინტენსიური არის. ეგ ინდივიდუალურია პრინციპში, ახლა ზოგს დიდი ხანი სჭირდება დასვენება, ზოგს ნაკლები, მაგრამ ჩემზე მაგალითად ესე მუშაობს, რომ რაც უფრო ინტენსიურად ვარჯიშობ, უფრო მეტი ფამფი მაქვს და უფრო მეტად ვგრძნობ კუნთებს. ცოტა ძილი დაგვაკლდა, ვიან მომიწია დაძინება და დილით ადრე გაღვიძება, შესაბამისად ცოტა უძილობას ვგრძნობდი, ცოტა გადაღლილობას ვგრძნობდი, ცოტა ნახშირწყლების ნაკლებობას ვგრძნობდი სირბილის დროს დიდ დისტანციაზე, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ბიჭები გელს და იმებს არ ვხმარობთ, დანამატებს არ ვხმარობთ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მაინც კაი იყო. ეხლა მოდი შეგახედებთ კვებას. დღეს გვექნება ქათმის ნაგეტსი, კიტრი პომიდორის პატარა სალათა, აქ გვაქვს ყველი, ბებოს ლავაშს რო ეძახიან და ამას კი ხედავთ რაც არის, ამაზე ვილაპარაკებთ. მოდი აქედან დავიწყოთ პრინციპში ახლა რა. ვინ ჯანსაღკვებაზე ხართ, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდირებული რომ დალიოთ. მაგრამ მაშინ, როდესაც თქვენ გიჩნდებათ იმის სურვილი მაგალითად, რომ ბილი შეჭამოთ, ან რაღაცა დარღვევა გინდათ და ვთქვით რომ თავი შეიკავოთ. ძალიან მარტივი გამოსავალი არის აი ეს უშაქრო კოლა. აქვს 0 კალორია, არის ტკბილი, ტკბილის შეჭმის სურვილს გვიკმაყოფილებს მეტნაკლებად, მაგრამ ესა იმას არ ნიშნავს, რომ ეს სითხე უნდა ჩავანაცვლოთ წყლით. მიუხედავად იმისა, რომ შაქარი არ აქვს და არც გაზი არის ამის პრობლემა, აქვს უამრავი დანამატი, რომელიც თქვენს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას აზარმაცებს და აზიანებს, ესე ვიტყვი რა. და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის თქვენი კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა, იმიტომ რომ საკვების სიტყვაზე აქედან მიღებულ ცილებს რო ვიღებთ, აქედან მიღებულ ბოჭკოებს რო ვიღებთ, თუ საკმარისად კარგი არ არის ჩვენი მიკროფლორა, ვერ ახერხებს სრულად შეთვისებას ამ საკვების. შესაბამისად, გვჭირდება რომ მოუფრთხილდეთ ამ ჩვენს მნიშვნელოვან მიკროფლორას. ნაგეტსები, ქათმის ნაგეტსები, ეს არის გრილზე შემწვარი, უცხიმოდ, არის ქათამი და აქვს დამატებული ეს რაღაცები გარედან რაც აქვს. პლუს მინუს ჯანსაღია რიო ვერ ვიტყვით, თილე მილიონჯერ ჯობია ამას, მაგრამ რაღაც მომენტებში ესეც გამოგვადგება ყოველ შემთხვევაში. თუ კალორიულ დეფიციტში თუ მოხვდებით, შეგიძლიათ რომ 1000-ში ერთხელ ესეც ჭამოთ, მოკლედ. ამაზე აღარ ვილაპარაკებ, წინასწარ ბევრი ვილაპარაკე, მოდი გადმოვიდეთ ყველზე. ყველზე რაც შეიძლება თქვათ ეს არის, რომ უფრო არაჯანსაღი არის ვიდრე ჯანსაღი, მოკლედ რა. არის ძალიან კალორიული, კი, რძის პროდუქტია, ცილაცაა გარკვეულწილად, მაგრამ ძალიან სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ ჩვენი კვების რაციონში თუ არის, რომ არ გადავამეტოთ გარკვეულ რაოდენობას. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ყველმა ძალიან იცის მიჩვევა და დამოკიდებულება. აქ გვაქვს ახლა ბებოს ლავაში ხარ შეიძლება თქვა საფუარი არა აქ მოკლედ ამას არის პური ჩვეულებრივ, ოღონდ საფუარის გარეშე მოკლედ. ეხლა პრინციპში მე შემეძლო მაგალითად რომ 2-3 ნაჭერი შავი პური ამეღო სტოაზე ან ჩვეულებრივი პური ამეღო და ისიც მიმოტანებინა იმის გათვალისწინებით რომ მე საკმარის კალორიულ დეფიციტში ვარ დღეს. გემოვნების ამბავი არის, მე გემოზეც მომწონს ეს ბებოს ლავაში რო ეძახიან და ცოტათი უკეთესიც არის ახლა აშკარა. ეგ არის და ეგ მოკლედ პრინციპში მეტი არაფერი აღარ არის სათქმელი. ახლა მე ამას ვანადგურებ და დაგიბრუნდებით შემდეგი დღით. დღეს არის 30, ეს თვეც თითქმის მიილია. დღეს არის მომზადების მე-16 დღე უკვე. ეხლა ხდება 3 საათი 15 წუთი უკილია მოკლედ და გვექნება full day. ეხლა ბიჭებიც შემოგვერდებიან, მალე 1-15 წუთში მოვიდნენ, 15-20 წუთში და მერე ცოტათი მოგვიანებით საღამოთი გვექნება მარტივი სირბილი, chill run-ი, იმისათვის რომ გუშინდელი დღის შემდგომ, გუშინდელი long run-ის მერე კაი აღდგენა გამოგვივიდეს და აღვადგინოთ ფეხები. ავედით ეხლა და ვარჯიშებს აღარ ვიღებ პრინციპში, იმიტომ რომ ჯერჯერობით ერთ და იგივე ვარჯიშები გვაქვს ფიზიკურ მომზადებას რაც შეეხება, თუ რაიმე შევცვლით მერე შემდგომ კვირებში აუცილებლად გადავიღებ ხოლმე. Basic ვარჯიშები არის ხოლმე ძირითადად, მაგრამ თუ სიტყვაზე არის ვინმე
ვისაც აინტერესებს, თუნდაც ერთი ადამიანი უბრალოდ კომენტარებში დაწეროს და მე აუცილებლად გადავიღებ და ავხსნი ხოლმე რა ვარჯიში როგორ უნდა გააკეთოთ რის მერე და როგორ არის უკეთესი, უმჯობესი. აი, წავედი ხა. მოკლედ ახლა დავამთავრეთ 10 წუთიანი ზელატანის ვარჯიშები. მქონდა full day. ყველაფერი კაი ვარჯიშები იყო, კარგად ჩაიარა ყველაფერმა. და ახლა წავალთ მარტივ სირბილზე, მარტივ 20 კილომეტრიან ჩილერანზე მოკლედ. წავედით. ვირბინეთ ახლა recovery children-ი 6 და 200 ვირბინეთ 5 და 4-იანი pace-ით, 5 და 5-იანი pace-ში რა. მოკლედ, კაი იყო. ახლა წავალთ სიწყალს გადავილებთ. აღდგენა და მერე ცილებს მივიღებთ, საჭმელს შევჭამთ კაი გემოზე. წავედი ახლა და დღის ბოლოს ისევ შევაჯამოთ დღე. გადავილეთ, კაი ცივი წყალი, კაი აღდგენა გავაკეთეთ და ახლა მოვიდა ჩვენი მეორე კვების დრო. დღეს მეორე კვება არის. მოკლედ უბრალოდ შეგახედებთ, ბევრს აღარაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ მსგავსი კვება მქონდა უკვე და ვილაპარაკე, ქათმის ფრთები და კიტრი. ეს ბებასპური. მეტი არაფერი არ არის სათქმელი, თუ რამე გაინტერესებთ, ნახეთ ნალაპარაკები მაქვს უკვე ამ კვებაზე. მაგრამ ეხლა რაც ის თქმაც მინდა. რაც შევატყე ჩემ თავს, ცოტა დაღლილებას გრძნობ და უგრძნობ, რომ თითქოს აღდგენითი პროცესები არ მიდის სრულად. არ ვიცი ხა ეს რისგან არის გამოწვეული, იმისგან რომ კალორიული დეფიციტში ვარ და ენერგიობა შესაძლოა მაქედან იყოს გამოწვეული. კი ბატონო. ამიტომაც მე მგონი მომდევნო კვირიდან მე უკვე დავიწყებ საკვები დანამატების მიღებას. ჯერ ესე ადრე არ ვაპირებდი, ბოლო კვირებში ვაპირებდი რომ დანამატები მივეღო, მაგრამ რაღაც ვერ ვარ ისე როგორც უნდა ვიყო ყოველ შემთხვევაში რა, მათომაც მეგონა რომ ბევრად უფრო ენერგიული ვიქნებოდი. მაგრამ არა უშავ რა, ხა უენერგიობა იმას არ გამოიწვევს რომ მე დისციპლინა გამიფუჭოს, არა, მე უბრალოდ უმოტივაციოდ ვარ, მაგრამ ვარჯიშები მაინც ხარისხიანად და ბოლომდე სრულდება. უბრალოდ უფრო მეტად ვიღლები, ვიდრე აქამდე ვიღლებოდი ხოლმე. ეგ არის და ეგ მეტი არაფერს თქმაც არ მინდა დღეს. მე მგონი დღევანდელი დღე ამით დასრულდა და არ ვიცი საღამოთი თუ ფეხბურთი ვითამაშე, ერთადერთი ეგ შეიძლება დაემატოს დღევანდელი ჩემ დღეს. თუ ვითამაშე ხო ნახავთ, ვიტყვი თუ არა და ხვალ შევხვდებით. ეს არის უკვე პირველი ახალი თვე დაიწყო. ყველაფერი რიგზეა, ხოთზეა, ჩანზე ვართ, კარგად გამოვიძინე, ძილს ფუჩივოდი. ეხა გამოვიძინე კარგად. ახალი გაღვიძებული ვარ ეხა და ეხა შეგახედოთ ბარემ ჩემ კვებას. აქ გვაქვს ციციბურა, ცოტაოდენ ყველთან ერთად. კიდე ყველი და კიდე პომიდორი ხო განამეთ, ყველთან ლიმიტს ვერ ვიცავ მე. ყველი არის ჩემი მტერი და აქ გვაქვს ნიგვზიანი ბადრიჯანი, ნიგვზიანი ბადრიჯანი არ არის ჯანსაღი კვება. იცოდეთ, ძალიან კალორიულია, უბრალოდ მე კალორიებს ვცდილობ რომ აქედანაც შევივსო. ხო, მოგა ტელეფონი გაიჩე დაჯდა და ვეღარა ვთქვი. ნიგვზიანი ბადრიჯანი ნახდად არ არის ჯანსაღი კვება, მოკლედ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში კალორიულ დეფიციტს ძალიან დიდ კალორიულ დეფიციტში რო არ მოხვდეთ და უენერგიო და არ ვიყოთ ძალიან, ამითაც შევივსებთ თან დილის კვება და დილის კვება ყოველთვის კალორიული მაქვს მე პირადად. გვაქვს აქ უშაქრო ცივი ყავა და პრინციპში დღევანდელი დილის კვებაში მეტი არაფერი. დღეს გვექნება ინტერვალური სირბილები, ასევე გვაქვს ფეხის დღე, მაგრამ სავარაუდოდ ფეხის დღეს არ გავაკეთებთ, რახან ინტერვალურებს ვირბენთ. გვექნება ტრადიციულად 2-800, 4-600 და 6-200. შეიძლება ლოკაცია შევიცვალოთ და სხვა ადგილას ვირბინოთ, წინაზე სადაც ვირბინოთ იქ არა, ამიტომაც დარჩით უყურეთ ვიდეოს და ყველაფერს ნახავთ დეტალურად. წავედით სარბენად, ახლა გიო დავახო, შემოგვიერთდები ან წავედით ახლა ინტერვალების სარბენად. ტრადიციულად გვექნება 2-800, 4-600, 6-200. ახლა თავა ბიჭები ამდენს გაკაჩავენ და როგორ იქნება. სიო, წავედით.
Yeah, came through flexing cause they know I got the sauce. Got the presence on me, I can't ever take it off. That's why I came country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Yeah, they can't get like me, rocking boots and white tee. Designer on my cuff, bring something like a movie. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Country boy stepping, yeah, I'm country boy stepping. Artist out the ranch, I just told you that I'm about it. I might take offense if you tell me that you doubt it. It's just what it is, yeah, I'm known to make it rowdy. Then I'm for the fit, and I drive a wide body. Who you know, but like this, nobody. Can't go slow, I gotta hit that body. I'm the top of the top, I can't ever take a break. Yeah, I'm high, and you not, that's why all my records pay. Oh, it's been a long haul, bro, gotta go. მორჩით ინტერვალები ვირბინეთ 5 და 200 4 და 1-იანი ფეისით და ეხა ბიჭები homemade საუნაში ვიმყოფებით 20 წუთი გავძლებთ ალბათ ცოტა ხანი ოფისნახეთ ჩემი და მე ჩავალთ არხში ეგრევე recovery-ზე დღევანდელი დღეც მშვენიერი იყო, ძალიან კაი ვარჯიშები გქონდა, ძალიან კაი ინტენსიური ინტერვალები იყო. 5 და 200 ვირბინეთ ისევ დაახლოებით 22 წუთში, ძალიან კაი იყო. მე ეს ჩვენი კუსტარულად მოწყობილი საუნაც ძალიან მაგრად იმუშავა, ძალიან მაგრად მოადუნა კუნთები და მე იქიდან კაი აღდგენა გავაკეთეთ დინარეში, კაი ცივწყალში კუნთებისთვის იყო მისწრება მოკლედ. ეხლა მოვედით სახლში და გვაქვს ჩვენი მეორე კვება უკვე და საღამოთი გვექნება პატარა ხემსივით მაღალცილოვანი კვება, გამოგვივა დღეს 3 კვება. ეხლა საკვებს შეგახედეთ. მოკლედ, აქ გვაქვს 6 კვერცხი, ყველთან ერთად, კიდრი პომიდორი და ნესვი, ფრუქტოზა ენერგიისთვის, ცილა და ბოჭკვა. და აქ გვაქვს D ვიტამინი კაორთან ერთად. მოკლედ, წინაზე ვთქვი, რომ რაღაც თავს უენერგიოდ გრძნობ, რაღაც დანამატების მიღება უკვე უნდა დავიწყო და დღეიდან დავიწყებ. ჯერჯერობით პირველი ეტაპი იქნება D ვიტამინის დადევარს კაორთან ერთად. ეხლა ატოვსავ D ვიტამინს, არის ზოგადად D ვიტამინი. პირველ რიგში გეტყვით, რომ D ვიტამინის მიღების წესი არის დოზას გააჩნია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს არის თუ საშუალო დოზა არის. დღეში 1 კაფსულა დღის პირველ ნახევარში და ცხიმიან საჭმელთან ერთად, მაგრამ დღის პირველ ნახევარში ეს არის ინდივიდუალური. მაგალითად, არის ორი კატეგორია ადამიანების, როდესაც D ვიტამინს იღებენ, არის ადამიანების კატეგორია, როდესაც ენერგიაზე მოდიან, უფრო ენერგიულები ხდებიან და არის კატეგორია, რომელსაც ადუნებს. თუ შენ ენერგიაზე არ მოყავ D ვიტამინს და გადუნებს, შეგიძლია დღის მეორე ნახევარშიც მიიღო. ეხლა რაც შეეხება D ვიტამინს. D ვიტამინი არის თუ გადაღლილი ხარ, მოკლედ ანთებით პროცესებს ერთვის ორგანიზმში, პირდაპირ თქვა და მაღალი სტრესი როცა გაქვს, თუ ბევრს ვარჯიშობ, კუნთების დაძაბულობა, ძალიან გვეხმარება D ვიტამინი ამ პროცესების დარეგულირებაში. რა თქმა უნდა, კაორთან ერთად. ეხლა კიდე რა შვება? ჩვენ ძლოვან სტრუქტურას და სახსრებს, უწყობს ხელს და ამაგრებს, მოკლედ ჩვენი D ვიტამინი. ანუ არის კალციუმის მასტიმულირებელი, ესე ვთქვათ. რა შეეხმარება კაორი? კაორი კი არის, ესე ვთქვათ, ტრანსპორტიორი იმისათვის, რომ ჩვენი D ვიტამინი სწორ ადგილზე მივიდეს, ძვლებში თანაბრად გადანაწილდეს. შესაბამისად, ეს ორის კომბინაცია D3 კაორთან ერთად არის იდეალური, თუ მაღალ დატვირთვებზე ვარჯიშობთ, მაგალითად ჩვენსავე თუ კვირაში დაახლოებით 50-დან 60 კილომეტრს დარბიხართ, ასევე თითქმის ყოველდღე გაქვთ ფიზიკური ვარჯიშები, აუცილებლად დაგჭირდებათ. ნუ რეკომენდირებული არის მაინც, რომ ანალიზები გაიკეთოთ, შეიმოწმოთ D ვიტამინის ნორმა ზღვარი, როგორ გაქვთ, რანაირად გაქვთ და იმის მერე მიიღოთ, მაგრამ მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს დანამატი ახლა მჭირდება. რატო არის დეფიციტი ჩვენ ორგანიზმში D ვიტამინის? იმიტომ რომ თითქმის არ ვჭამთ თევზს, რაშიც არის ომეგა-3, D3. შესაბამისად, საკვებიდან ჩვენ ამ ყველაფერს ვერ ვიღებ, ამიტომაც ესე გვიწევს, რომ ხელოვნურად დანამატიდან მივიღოთ. რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ საკვებიდან მიღებული ბევრად უკეთესია, მაგრამ რას ვიზავთ, ხანდახან გვიწევს ხოლმე, რომ აქედან მივიღოთ ჩვენი D
D-ვიტამინი. ეგ არის და ეგ დღევანდელი დღისთვის საკმარისი იყო. ხვალ მივდივართ ჰაიკინგზე. მთაში ვილით ბიჭები. რა აღდგენას გავაკეთებთ, ნუ ჩილრანი უნდა ქონოდა იდეაში, მაგრამ კაი აღდგენას გავაკეთებთ, გავისერინებთ ფებში, სუფთა ჰაერში ჩავყლაპავთ, კაი ფოტოებს და ვიდეოებს გადავიღებთ. პრინციპში ეგ არის რა. შევხვდებით ხვალ. დღეს მოსდების მე-18 დღე. ეს უნდა ქონოდა ჩილრანი, მაგრამ ესეც რამე მოვიფიქრეთ, რომ ბიჭები ყველანი ერთად წავალთ ჰაიკინგზე. შევით ჩვენს ტყეში წავალთ, სოფლის ტყეში ავალთ და მე იქიდან შეიძლება ჩამოვაძუნძულოთ. დღეს ჩვენი კვება არის ტრადიციულად ისევ კვერცხი და პომიდორი და კიტრი და D-ვიტამინს დავაყოლებთ აუცილებლად და ცივი ყავა, ნუ აღარ გაჩვენებთ, იმიტომ რომ გავსი კვება უკვე ხშირად გაჩვენეთ და ბევრი გვისაუბრია. მეტი პრინციპში დღეს ისეთი არაფერი არ იქნება, არც დარბაზი არ გვაქვს დღეს, დასვენების დღეა და დღეს კაი ფანი სიარული გვექნება, გავერთობით, მიმხიარულებთ და შეგახერებთ მე დღეს. ამოვედით სადღაც 250 elevation-ზე. ჩვენს უკან კავკასიონი იშლება. და ეხა ძალიან მალე წესი ტყეში შევართ. თუ ძაღლები არ იყო. ამოვედით და ეხა ტყეში შევართ აგეწინ. ხოძე ვართ, კაი რიქავერი გამოდის. წავალთ ეხა ტყეში. ტყე. ნახეთ პროსტა რა ლამაზ ადგილზე ვართ. მე რო ვარ იმიტომ არ ლამაზ. სადღამია. ეკლესია თუ არ გავხსნით. ეხა არის მე-10 კილომეტრი, მალე 10 კილომეტრი გახდება, 2 საათია გზაში ვართ. მაგარი რთული რელიეფი ვიარეთ. ეხა უკვე დაღმართებზე მივდივართ. ეხა წესით გავვალთ გზაზე, მალე და მერე გზიდან ზუნზულით დავბრუნდებით ჩვენ სოფელში ისევ. საიდან გამოვიდეთ? წავედით უკან ეხლა. რა უკან? გამბრუნებელი მე არაო. მოკლედ ეხლა ამოვედით. ბიჭები უკან ჩამოვხშენ და აგერ მოვედით. მე მგონი ეს არის ჩალაუბნის ეკლესია თუ არა ვწდები. ეგ არის აი. მან ვიყავ. მოვედით. აგერ ჩვენი ჰაიკინგი აქ თავდება და ეხლა იწყება ჩაძუნძულება. თორ ნახევარი ეხლა ჩავაძუნძულეთ კიდე. ეხლა ბიჭებს ველოდებით. ცოტა ჩამოგჩნენ და დაგვეწევიან და გავაგზავნებთ სირბილს. კაია. ჩანზე ვართ. მოკლედ ეხლა ვართ მელანში. როგორც გავარკვიეთ, წეთყე მელანზე გადმოვედით. ეხლა მელანიდან მივდივართ ჩალაუბანში და ჩალაუბნიდან დავაშვებით სოფელში. წავედით. 5 უკვე ვირბინეთ. მოვედით სოფელში, ეხლა ჩალაუბანში გავდივართ უკვე და ეხლა შეგახედებთ წეღარო ეკლესიასთან ვიყავით. სად არის ეხლა ჩვენიდან ეგ ეკლესია? ეხლა მივაზუმოთ. აი წიროჩას შენობა მთის წვერზე, აი მანდ ვიყავით წეღანა ეს ტყეზე გადმოვიარეთ და მივედით მანდ. და მე მაქედან ჩამოვედით და ეხლა ბიჭები თუთას უბერავთ. ჩალაუბნიდან ჩამოვედით და ეხლა ჩამოვდივართ ვარჯის ხევის დაღმართებზე. და ეხლა დავეშვებით ფრთხილად.
ბიჭებმა დარესთეს დრაიუზე. ეხლა პატარა აღდგენას გავაკეთებთ. წყალი რამე სასმელები ცივი ყავა და თან ბიჭებს ველოდებით. იგო და გიო ხო ჩამოვუშვენ და ბარემ ეგეთი დაგვეწევია. მოკლედ, მოვედით სახში გვეღირსა. 19.5 კილომეტრი ვირბინეთ. 10.5-იანი ჰაიკინგის მერე ჯამში 30 კილომეტრი დისტანცია დავფარეთ. დროს გეტყვით ახლა 4 საათში. აღოდ იქიდან 10.5 იყო. ძალიან რთულ რელიეფზე, ძალიან elevation-ი. ეხლა შევალ, მაგათ სიწყვალს გადავილებ. ცოტა შევჭამ და დავისვენებ. დღეს მეტი არაფერი. გადავილეთ წყალი. ცივი წყალი ძალიან კაი იყო. ამ გახურებულ სხეულზე, გადაღლის სხეულზე ცივი წყალი, ეს აღდგენითი პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. ეხლა გვაქვს ჩვენ აკვება, გვაქვს ცეზარის სალათა და კიტრი, შეგახილებთ ახლა. ესე გამოიყურება. აქ არის ცილებით, ბოჭკოებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით ყველაფერი. არის კალორიული, ეს არ არის კალორიული, მაგრამ ჩვენ დღეს კალორიები გვჭირდება, იმიტომ რომ დღეს დავწვით დაახლოებით მარტო 1.400 კალორია მარტო ამ ჰაიკინგით და სირბილით. საბოლოოდ ძალიან მაგარი დღე იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ. სასიამოვნო დაღლა ვიგრძენი. საკმაოდ გრძელი მანძილი მოვიარეთ. ლამაზი ადგილები ვნახეთ ძალიან. ჩვენი ლიმიტებიც გადავლახეთ გარკვეულწილად. დღეს კარგად დავისვენებთ. შეიძლება ხოლმე დავისვენოთ სირბილისგან, მაგრამ მე მგონი ხოლმე ფიზიკური მეუღლება გვექნება, ამიტომაც ხვალამდე და ხვალ შეგახედეთ რა მოხდება. დავამთავრეთ ჩვენი ვარჯიში დაახლოებით საათი და 15 წუთიანი ზედატანის ძალიან კაი ვარჯიში ქონდა, ძიმე ვარჯიშები. დღეს მეტი ფიზიკური აქტივობა არ გვექნება, დღეს სირბილისგან დავისვენებთ, იმიტომ რომ გუშინდელი დღის მერე ჩვენ ფეხებს აღდგენის საშუალება მივცეთ. დღეს მეტი არაფერი ექნება, მე საღამოთი მაქვს მე რასადროდი, ნახოთ თუ რაღაცა იყო, გადავიღებ იქაც და შეგახედებთ. რაღაც ჩემი დღიური ვლოგივით გადაიქცა ჩემი მომზადების ეპიზოდი. მაგრამ ეცდები რომ ესეთი რაღაცეებით ხშირად არ მოგაწყნოთ თავი. ხვალ ჯეორანერებს აქვთ free shop-ი თბილისში და ეხლა ვფიქრობ, არ ვიცი, ვერ გადამიწყვეტია წავიდე თუ არ წავიდე, იმიტომ რომ თან ხვალ ვარჯიში გვაქვს. ვარჯიშის გასცენაც არ მინდა, თან ცხელა ძალიან, აქედან თბილისში ჩასვლა, მერე უკან წამოსვლა ძალიან დამღლელი ხო არ იქნება თქო. მაგრამ ნახოთ, მოვიფიქრებ თუ რამე ისეც გადავწყვეტ, აუცილებლად გეტყვით. ეხლა კიდე წავედი წყალინა გადავიდა. ეს ჩვენი მომდენო დღე და საბოლოოდ გადაწყდა რომ მივიდივარ თბილისში ჯეორანერებთან free shop-ზე. თანთაში ჩავდით საწვიმა არის ჩვენ ძველი საწვიმა რომელსაც აღარ ნახოთ თუ იმეს მოუნდება შეუძლია წაიღოს. free shop-ზე მეტად მაინტერესებს სპიკერები რა სილაპარაკებენ, ნახევარ მარათონებთან დაკავშირებით, ანუ სირბილზე რაღაცებს გვეტყვიან, თეორიულ ინფორმაციას ხო და ეგენი ხა თან დილი 9 საათზე ირბენენ და მე მოვლენ სირბილიდან იქ. ჩვენ სამწუხაროდ ხა აქედან ისე დროს ვერ ჩავიდოთ, 9 საათზე გვერბინა. და მე უკან წამოსულიყავით, ამიტომაც ეხა ჩავალთ და ნახავთ რა ხდება. Police კუთხითაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს, მაგრამ ბიოლოგიარიანი განათლებით და ასევე თავის მოვაწყეთ ილაპარაკებს, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი სილამაზე, რაც შეიძლება დიდხნის განმავლობაში და არ დავგვერდეთ მარტივად, იმიტომ რომ ვაბრალებენ ხოლმე ნორმალებს, რომ თქვენ მარტივად ვერდებით ხალხის გამოგეწელებასა და რა.
ამ ხოლმე იმიტომ რომ როვის ხოლმე სუხვალში მაგ მოკლედ გამოვედით, ეს მოვიგეთ. გათამაშება იყო პატარა ენერგეტიკული სასმელი Bright-ის. ხო, ნუ მოკლედ ძალიან კაი ხალხი არიან, ძალიან გამიხარდა რომ ახლოდან გავიცანი. ძალიან კმაყოფილი ვარ, ერთი წამითაც არ ნამდვილად ჩამოვედი აქ დღეს. ეხლა დაბრუნდებით უკან სოფელში, დღეს ვარჯიში გვექნება, ვარჯიშს არ გავაცდენ. აქ ცოტა ამინდი ირევა, იმედია სოფელში კაი ამინდი იქნება. ხო, კიდე რაღაც სათვალე წამოვიღეთ. ძალიან გამიხარდა რომ ჩემი საწვიმარიც მოეწონა და წაიღეს. მოკლედ დღევანდელი დღე ძალიან კარგად მიდის. ავეთ ახლა სოფელში და ვარჯიშებზე შეგახედებთ. მოკლედ ჩამოვედით. ძალიან საინტერესო იყო. ძალიან სასიამოვნო იყო, ძალიან გამიხარდა. ამ ხალხის ახლოდან გაცნობა, ესე შორიდან ყოველთვის ვადევნებდი სოციალურ ქსელებში თვალს, მაგრამ ახლოდან მაინც სხვა არის. ძალიან ბევრ საინტერესო რამეზე ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი სასარგებლო რჩევა მივიღე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი ამომზადების პერიოდში. ეხლა არის 5:30, უნდა შევჭამო ცოტა, დავისვენო და შემდგომ 7 საათისთვის მომემზადო გარბენისათვის. გვაჩუქეს მაისური, სათვალეები, ვესტი და ენერგეტიკული სასმელი Bright-ი, რომელიც ძალიან გემრიელია. ეხლა შევჭამ და მე საღამოთი აუცილებლად არ გადავახევოთ, არ გამორთოთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი საკვებდანამატზე მექნება საუბარი, რომლის დალევასაც უკვე აქტიურად დავიწყებ დღეიდან უკვე დაჟე ჭამის შემდეგ. წავედით და შევხვდებით. მოვიდნენ ბიჭები და ახლა მივდივართ elevation-ზე ტემპორანისთვის. ჩავტვირთოთ, ჩავტვირთოთ. მოვედით. 20 წუთში გავაკეთეთ. მაგრამ ჩადამ გუშინ დაამთავრე. რამდენი ხანი ჩამოხვედი? 15-ში. ეს კვირას ჩავამთავრეთ, დღეს არის შაბათი საღამო, ხვალ გვაქვს დასვენების დღე, აღდგენის დღე. ხვალ გვექნება მხოლოდ გაწელვები, ვარჯიშები არ იქნება. რაც შეიძლება ვთქვათ, ამ კვირაზე ძალიან კაი კვირა გამოგვივიდა, ძალიან საინტერესო, ძალიან ნაყოფიერი. ხვალ გვექნება აწონვა. ეს კვირას აუცილებლად მოგახსენებთ ჩვენს წონას, რა იქნება უკვე განახლებულ ვარიანტში. ამ კვირაში, აგერ ეხა სწრავს უყურებ, გვაქვს დაფარული 70 კილომეტრი. წინა კვირას ქონდა მოკლედ 52-53 კილომეტრი. ნუ მოკლედ კაია, პროგრესირებთ, რაც მთავარია და ეს აუცილებლად ესე გაგრძელდება. ტენდენცია ყოველ შემთხვევაში ესეთი იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი. შევიძინეთ ახალი დანამატი. ეს არის ტესტომაგი, რომელიც არის მაგნეზიუმის, ვიტამინ B6-ის, ცინკის, სელენიუმის და აშვაგანდას კომბინაცია. მოკლედ ძალიან გამოსადეგი ვიტამინია. გვაქვს 2 თვის ბარაგი შეძენილი. ამასთან ერთად იცით რომ ვსვავთ D3 კაორთან ერთად. მოკლედ ჯერჯერობით მეც არაფერს არ მივიღებ დანამატებიდან, მაგრამ ახლო მომავალში აუცილებლად მივიღებთ კრეატინს სავარაუდოდ. ზუსტად განმარტებები გვიწერია თუ რა რისთვის გვჭირდება ჩვენ ახლა მაგალითად. ამ შემთხვევაში მაგნეზიუმი, რომელიც ერთ-ერთი კომპონენტია, მაგნეზიუმი ხელს უწყობს კუნთოვან აღდგენას, ამცირებს კუნთის სპაზმის რისკს და ეხმარება ნერვულ სისტემას, განსაკუთრებით ძილის ხარისხის აწევაში. ახლა ვიტამინ B6. ვიტამინ B6 მონაწილეობს ენერგიის გამომუშავებაში, რაც ძალიან გვჭირდება, იმიტომ რომ როგორც წინა კვირებში გითხარით, ძალიან უენერგიო ვიყავი ხოლმე. და სწორედ ამიტომ დავიწყე დანამატების მიღება. ასევე ეხმარება ცილების მეტაბოლიზმს და ნერვული სისტემების ნერვულ ფუნქციონირებას. ახლა თუთია, იგივე ცინკი. მნიშვნელოვანია იმუნიტეტისათვის, მაგალითად რაიმე ტრავმები თუ გვაქვს ან რამე, ძალიან გვეხმარება მათ მარტივად მოშუშებაში. ასევე ძალიან კაია რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის. ასევე ვისაც თუთის დეფიციტი აქვს, მაგალითად თუ თუთის დეფიციტია, შესაძლებელია რომ მამაკაცებზე მაქვს საუბარი, რომ ტესტოსტერონის ბუნებრივი დონე იყოს დაწეული. ასე რომ თუ დაწეული არის, აუცილებლად ნორმის ფარგლებში ჩააყენებს. ანუ ერთგვარად შეიძლება რომ ტესტოსტერონი ცოტათი მოგიმატოს კიდეც, თუ ნორმის ფარგლებში არ გაქვს. ეხლა რაც შეეხება სელენს, რომელიც არის მეოთხე კომპონენტი ამ ვიტამინური ჯგუფის. სელენი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რაც ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლისა და რეპროდუქციული სისტემის
ნორმალურად მუშაობას, მოკლედ. და რაც შეეხება აშვაგანდას, აშვაგანდა არის მცენარე, ადაპტოგენური მცენარე არის, რომელიც ზოგიერთი კვლევის მიხედვით, კი არა, ბევრი კვლევის მიხედვით ამცირებს სტრესს, ანუ კორტიზოლის დონეს წევს დაბლა. შესაბამისად, კორტიზოლი რაც უფრო დაბლა გვექნება, მით უკეთესი იქნება, მით უკეთესი აღდგენითი პროცესები წავა, უკეთესი ძილი გვექნება, უფრო მშვიდები ვიქნებით, მენტალურად უფრო სტაბილურები ვიქნებით, ჩვენი ნერვული სისტემაც უფრო კარგ მდგომარეობაში იქნება. ასევე არის კვლევები, რომლის მიხედვითაც აშვაგანდა ამ ჩვენი მენტალური და ნერვული სისტემების სტაბილურობის ხარჯზე გვიზრდის ძალას, ენერგიას და გამძლეობას. მოკლედ, ეგ არის და ეგ. საბოლოოდ გამოდის, რომ ამ დანამატის ეფექტი არის, რომ უფრო კარგი აღდგენა ქონდეს კუნთების, უფრო მეტი ენერგია ქონდეს, უფრო მეტი გამძლეობა, ჯანი და ჯანმრთელობა რა მოკლედ. ხო, პრინციპში ეგ არის, მეტი ისეთი არაფერი. დღეს ისეთი ვერაფერი ვეღარ ვთქვი, ძალიან კაი დღე იყო. თბილისში რო ვიყავით ჟევრანერებთან, ძალიან კაი ხალხი არიან. წამოვიღეთ რაღაცეები, ჩვენც დავტოვეთ რაღაც ნივთები, ძალიან გამიხარდა მათი ახლდან გაცნობა. აგერ დაგვასაჩუქეს ესეთი ენერგეტიკული სასმელით, ბრაითით და ძალიან კაია. დამატებული შაქრების გარეშეა თან და თან ჩვენ ხაო წონას რო ვიკლებთ, გვაწყობს ესეთი რაღაცეები. ეგ არის და ეგ, ეს კვირაც დასრულდა. ახლა წავედი, ამ ყველაფერს მივამონტაჟებ და მეოთხე კვირას დაგიბრუნდებით. აბა